მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ ინფორმატორის ვრცელ 10-ის ნახევრიან გამოშვებას. როგორც ყოველთვის ჯერ ქართული სიახლეებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. მომდევნო 20 წუთი მათთვის არის გაკვეთილი, ვისაც აინტერესებს მუსიკალური და კინოსიახლეები. ალტერნატიული მუსიკის მიმდევარი ლადო ბურდული, როგორც თავად გითხრა, საავტორო კონცერტისათვის ემზადება. კლუბ ელიტაში 2 საათის განმავლობაში თავის გულშემატკივრებს ყველა მის ცნობილ კომპოზიციას შესთავაზებს. თუმცა ეს არ არის ის ყველაფერი, რაც მან ამ კონცერტისათვის მოიფიქრა. საღამოში, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება, ალტერნატიული მუსიკის სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩემს გარდა გამოვიდა კიდევ ძალიან საინტერესო მართლა ალტერნატიული ჯგუფია, რომელიც დაუკრავს ცოცხალ მუსიკას. თქვენი მონამორჩილი და ჩვენ შემდეგ ავტორ პარტი იქნება ერთ-ერთი ალტერნატიული DJ, რომელიც არის თბილისში და ჩემს აზრით ყველაზე ინტელექტუალურ მუსიკას უკრავს, DJ ჟორჟიკა დაუკრავს. სხვადასხვა მუსიკოსი, რომელმაც 15 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ სულ ახლახანს დაიწყო მუშაობა ახალ ალბომზე, ცნობილია როგორც ერთ-ერთი ინიციატორი სხვადასხვა სახის ეგრეთ წოდებული ტუსოვკების, სადაც ქართული ალტერნატიული მუსიკის კოლექტივები იკრიბება. ამიტომ მის საზაფხულო გეგმებში კიდევ ერთი პროექტი შედის, რომელიც ლადომ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია. ზაფხულში კიდევ 26 ივლისს ჩემი დაბადების დღე იქნება და კიდევ აპირებ პატარა ფესტივალის სახით რაღაც გავაკეთო. აჭარა მიუზიკ ჰოლში 26 ივნისს სეზონი იხურება და კლუბში ამ სეზონის ბოლო საღამო ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა. ამ დღისთვის თბილისს ეწევა ცნობილი ბრიტანელი პროდიუსერებისა და დიჯეების კოლექტივი ნიუკასლიდან, ლექსიკონ ევენიუ. რაც ყველაზე აღსანიშნავია, ეს იქნება სადღაც 5-6 საათიანი სეტი. ანუ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ღამე აჭარა მიუზიკ ჰოლის არსებობაში. პროგრამის მიხედვით ეგრეთ წოდებულ გამხურებლებად ქართველი დიჯეები იმუშავებენ, ხოლო 12 საათიდან გვიანობამდე ლექსიკონ ევენიუ იქმისულ ხალხს შესთავაზებს საკუთარ სეტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, ეს არის ბოლო ღამე სექტემბრამდე. ანუ პრაქტიკულად ბოლო შანსი აქვს თბილისში მყოფ ადამიანს, რომ მოხვდეს ევროპელ, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად დიდ ბრიტანელ დიჯეიზე თბილისში. სხვადასხვა ლექსიკონ ევენიუ საკმაოდ ცნობილი კოლექტივია არა მხოლოდ ევროპაში და მის პროდუქციას ყველა წამყვანი დიჯეი იყენებს. უფრო მეტიც, ის გახლავთ საკმაოდ ბევრი დაკვეთილი რემიქსის ავტორიც. კრისტოფერ სკოტი, რომელიც არის ერთ-ერთი წევრი ლექსიკონ ევენიუსი, არის ასევე დამფუძნებელი პროექტის სახელწოდებით Echomen, რომელიც არანაკლებ პოპულარულია ვიდრე, ვთქვათ, ლექსიკონ ევენიუ. ანუ ორი სიტყვით რო ვთქვა ის, მინდა ვთქვა ის, რომ არავითარ შემთხვევაში იმ ადამიანმა, ვისაც უყვარს კლუბი, ვისაც უყვარს კლუბური ცხოვრება, ვინც არის კლაბერი, ხვალინდელი ღამე, ანუ შაბათი 26 ივნისი არ უნდა გამოტოვოს, აი არც ერთ შემთხვევაში. თბილისში უკვე დაიწყო ჯაზ ფესტივალის ციებ-ცხელება. საქართველოს ბანკი თბილისის მერვე ჯაზ ფესტივალის პირველი სტუმარი ჯონ მაკლაფლინი უკვე თბილისშია და მან პრეს-კონფერენციაც გამართა. ჯონ მაკლაფლინი 1952 წლის 4 იანვარს დიდი ბრიტანეთის იორკშირის საგრაფოში დაიბადა. 9 წლის ასაკში ფორტეპიანოს გაკვეთილებს იღებს, ხოლო მოგვიანებით გიტარაზე გადააქვს აქცენტი და დამოუკიდებლად სწავლობს მასზე დაკვრას. 26 წლის ასაკში უკვე პირველ ჯგუფს ქმნის, ხოლო სულ მალე ამერიკაში მიემგზავრება, სადაც ლეგენდარული მაილს დეივისის ჯგუფში ხვდება. მაკლაფლინმა მონაწილეობა მიიღო მაილსის რამდენიმე ცნობილი ალბომის ჩაწერაში, მათ შორის In a Silent Way, Bitches Brew, Big Fun და სხვები. 1970 წელს მაკლაფლინი თავის პირველ სოლო ალბომს უშვებს ამერიკაში, My Girls Beyond. ასე ეწოდება დისკს, რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვება. მოგვიანებით კი ინდოელ და პაკისტანელ მუსიკოსებთან ერთად ქმნის ჯგუფს სახელწოდებით Shakti. დღეს ჯონ მაკლაფლინი ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი მუსიკოსია. ჯონ მაკლაფლინის და Shakti-ის კონცერტი ფესტივალის გახსნის დღეს, 26 ივნისს იგეგმება. თუმცა როგორც გაირკვა, კოლექტივმა ჩამოსვლამდე ინსტრუმენტები დაკარგა. ამიტომ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბითაძის მიერ ნაჩუქარი ეს დოლი სასიხარულო სიურპრიზი აღმოჩნდა. შეკითხვაზე იცნობს თუ არა ჯონ მაკლაფლინი ქართულ ფოლკლორს, მან ასე უპასუხა. ქართულ ფოლკლორში მე ბევრი საერთო აღმოვაჩინე აღმოსავლურ მოტივებთან, ამიტომ დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი მას ჩემს პროექტებში. Thank you very much. ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას კიდევ ერთი ახალგაზრდა მწერალი შეემატა, ნესტან კვინიკაძე, რომლის პირველი რომანი სისპაჰანის ბულბულები პრეზენტაცია კაფე პარნასში მოეწყო. აქ შეიძლება ითქვას ქართული თანამედროვე მწერლობის ყველა ცნობილი ადამიანი იყო მისული, ვისთვისაც ახალი სახეების გამოჩენა სასიხარულო სიახლეა. აქამდე იყო ლიტერატურული პერსონაჟი ქართულ რეალობაში, ნესტან დარეჯანიძე. ეს უკვე ავტორია, მეგობრებო, აი ამის
იყვნენ ასევე თავად მწერლის ახლობლები და მეგობრებიც. ნესტანი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, ძალიან მიყვარს და ყოველთვის ძალიან გულშემატკივრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კაი იქნება და აუცილებლად წავიკითხავ. წიგნი, რომლის დაწერასაც მწერალმა სამი თვე მოანდომა, როგორც თავად გითხრა, არის უფრო მეტი ხნის ნაფიქრალი და განცდილი. მისი შინაარსი ნესტანმა მოკლედ ასე აგვიხსნა. ყველას გონია სათაურიდან გამომდინარე რაღაც აღმოსავლური მოტივია ამ წიგნში, მაგრამ ეს ასე არ არის. არის მთავარი გმირი ერთი, მაგრამ არის უამრავი სხვა პერსონაჟი შემოდის, ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ქმნის ქაოსს, არეულობას, მაგრამ სწორი და კარგი მკითხველი ალბათ იმის ასე მიხდება რა შესაქმე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ერთი გმირის შემადგენელი ნაწილი, რომელიც არის ორნითოლოგი და რომელსაც აქვს ერთი ოცნება აპიატებული აზრი, ანუ იდეა ფიქსი, რომ ნახოს ისპაჰანის ბულბულები. ამ ისპაჰანის ბულბულებს დაასდევს თემ სოფლიოში. ძალიან ბევრი საუბარია ხოლმე ჩვენში. ასე თქვა დახუნძლული 10000 ეპიტეტებით და დამძიმებული ასე ვთქვათ, შექებებით და უამრავი სხვა რამ ეპიტეტებით ქართველი ავტორები და მე მინდა მიულოცო ქართულ ლიტერატურულ სივრცეს კიდევ ერთი ახალი წიგნი და კიდევ ერთი ქართველი ქალბატონი მწერალი. უშინ დავიწყე, სადღაც შუამდე ჩავედი, ანუ უკვე შეიძლება რაღაც დაბესტილების გამოტანა. მე ნენე კვინიკაძის პროზა წამიკითხავს მანამდეც და ჩემი აზრით ეს იქაც თქვი, მე მგონი ყველაზე შთამბეჭდავი ტექსტია, ანუ ყველაზე გააზრებულია, ძალიან ასე ვთქვათ კინემატოგრაფიულია, თუ შეიძლება ასე ითქვას, თვითონ სიტუაციებია ძალიან კინემატოგრაფიული, ეთყობა რომ მას ძალიან უყვარს კინო. ეხლა ხამად ამბობს მხოლოდ 1-2